სიყვარულის დღისთვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ. შემთხვევითობის პრინციპით წყვილები გამოვავლინეთ და მათთვის სახალისო თამაშიც დავგეგმეთ. თავდაპირველად სავაჭრო ცენტრს ვესტუმრეთ. მონაწილე შეყვარებულებს უნდა გამოეცნოთ რჩეულის მოწონებული ნივთი, რის შემდეგაც კომპანია საჩუქრად გადასცემდა მათ. მოდით გავიგოთ, რამდენად კარგად იცნობენ ისინი ერთმანეთს და შეძლებენ თუ არა საყვარელი ადამიანის არჩევანის გამოცნობას. ჩვენი სიყვარულის ისტორიის დაწყება უკავშირდება ნიკორას. ერთმანეთი გავიცანით 65 ფილიალში 6 წლის უკან. 2011 წელს შევქმნით ოჯახი ზუსტად 14 თებერვალს. სულ შემთხვევაში ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა. მე ვთვლი რომ არ გამიწვიდია. არც მე. თავისი გემოვნებით რომელი მოეწონებოდა გადავხედავ ხა და გეტყვი. ჟურნალის მაგიდა ძალიან ლამაზი ფერია. თეთრი ფერი ჟურნალის მაგიდა. ეს პუფი ძალიან კარგი არის. ეს ნაცრისფერი ფერის პუფი. ქვაბი მინდა პატარა დიდი ხანია. პატარა. დიდკობს არ არჩევდა, უფრო პატარა. აი ეს. მე მგონი უნდა მიხვდეს და გამოიცნოს. ძალიან სახალისო იყო. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ჩემი მეუღლის გემოვნება ძალიან კარგად ვიცი. და ემთხვევა ერთმანეთს. მადლობა ნიკორას. პირველი სიყვარულში გამომიტყდა გიორგი. არ ვაპირებდი, მაგრამ რახან დავინახე, რომ აპირებდა თვითონ თქმას და ვეღარ მითხრა. შემდეგ უკვე მე მივხვდი ყველაფერს და აღარ დავაყოვნე და უყარი პირდაპირ მიყვარს. ვთვლი რომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, კარგად ვიცით ერთმანეთის გემოვნება. იმედია გამოიცნობს გიორგი. მოდი ეს იყოს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. ეს თეთრი მინდა სამსახურშიც გამომადგება. ხო, აი ამაზე შევხედები ჩემი თამაში. აი ეს. ლამაზია, თან შავი ჩემი ფერია. არ მეგონა ასე კარგად გამოვიცნობდი და საქმეზე რომ მიდია თურმე ძალიან კარგად ვიცნობ. ძალიან ყოფილი ვარ მე პირადად. მადლობა ნიკორას. წყვილებმა დაამტკიცეს, რომ ერთმანეთს კარგად იცნობენ. კომპანიამ კი კიდევ ერთხელ გამოხატა სიყვარული საკუთარი გუნდის წევრების მიმართ. მე და ნიკორა გილოცავთ სიყვარულის დღეს.